რასაშვებით ჩემო ლამაზე ვახ წაყერავებულია კამერა გადაბრუნ ბოდიში გადაბრუნდა როგორ ახართ ჩემო კეთილო და ლამაზო ხალხო ხა ორ გუში გითხარით დღესაც გვინდა დღეს არა დღესა მინდა რომ ვისაუბროთ რა ქვია იმასა იუთუბერებზე ხო იუთუბერებზე გვინდა ლაპარაკი და ეგრევე თემას დავიწყებ რა ჩემი აზრით საქართველოს ძალიან ბევრი ტელევიზიის დონის იუთუბერები ყავს ანუ მარტო ადამიანები ტიპები იმდენს აკეთებენ რომ ტელევიზიაზე უკეთეს პროდუქტს ხდებენ აი მაგალითად Hungry Man ძალიან ტოპი არის რა Hungry Man როგორც აკეთებს ეს ბოლო სპიდის ვიდეოც რაც იყო ძალიან კაი ის იყო რა იდეა ფრენკს როდს გააკეთებ და აგე გააკეთეს просто Hungry Man-ებს იმენა იუთუბერებად ვერ აღვიქვა რა ანუ აი Hungry Man-ზე მეტად ოქტოპუსი უფრო მე იუთუბერება ოღონდ ეს შეურაცხყოფელი კი არ არის ეს Hungry Man-ისთვის კაცო Hungry Man-ი ბევრად უფრო ხარისხიან პროდუქტს აკეთებს ჩემი აზრით ვიდრე ოქტოპუსი მაგრამ ოქტოპუსის აი კაკრას იმით რომ ისეთი ხარისხიანი არ არის ჩემი აზრით ეგ უფრო იუთუბერულია რა ანუ ზედმეტი რაღაცები არ არის რა ის Hungry Man-ი უფრო ედიტზე აწყობილია პლუს თან თავიდან გუგაც თორნიკეტს და ვასაც კაკოც დაჟე იმდენთ არ იმას შვებოდნენ რა თავიანთ იუმორს არ დებდნენ ხოლმე რა გადაცემაში რა არ ხუმრობდნენ ხოლმე როგორც ცალკეული ინდივიდები და მე დრო და დრო ბევრად უფრო წინ წავიდნენ რა და მაკპონჩიც გავითარდნენ და უფრო იუთუბერული ტიპები იჩნდებიან ახლა ვიდრე აქამდე იყვნენ ჩემი აზრით ნუ ჩემი აზრით ყველაზე კარგი ეგენი არიან რა ხოლმე და მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არავინ არ გადამაჯვათ მაგრამ მე ვიძახი როგორც პროდუქტის შემქმნელები ასევე შეუძლებელია ასეთ სივრცეში რო არ გაუსვა ხაზი საეჭვო კაცს რომელიც მარტო სულად ზის თავისთვის წესით არაფერს არ აკეთებს და მაყურებელი მაინც ყავს რაც ჭკვიანურია ასევე G2G იმიტომ რომ ერთი რაღაცა თამაშით ამხელა community შეკრა ამდენი ხალხი გააერთიანა ყველა იუთუბერი ერთმანეთთან დაპირისპირებულები და უპირისპირებლები ერთმანეთთან დასვა დაალაპარაკა უფრო დაახლოვა ანუ ეგ ძალიან კარგი არის როდესაც ერთმანეთთან ახლობდებით იუთუბერები რა და მაგაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის G2-ს ჩემი აზრით კიდე სად ვიყავ ნუ ოქტოპუსი ძალიან კაია კარგი ბიჭები არიან ყველა მიყვარს ოღონდ ყველა სხვადასხვანაირად მიყვარს რა ეგაა რა და კალა ყველაზე ნაკლებად მიყვარს ალბათ იმიტომ რომ მე ცოტნეს და გუნდიშას პირადი პერსონალური ფანი ვარ რა აი თუ გაინტერესებთ იმენა ფანი ვარ გუნდიშასი და ცოტნესი ხო ლუკაც ძალიან მიყვარს ლუკაც ძალიან კაი ბიჭია ბასტოსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქოროსთან ერთად, მირიანთან, ნიკოლოსთან, შონზიკასთან ერთად ქართული YouTube-ის გავითარებაში რა. იმიტომ რომ მაგის პროექტი ზუსტად ისეთივე იყო თითქმის, როგორც G2G-ი. მაგრამ მე თუ მკითხავთ, როგორც YouTuberi, პირველ ადგილზე არ ვიცი ვინ შეიძლება გავიყვანო რა. TMG ძალიან კარგი იუთუბერი არის. საბოლოო ჯამში კონსისტენციალურ, რა ქვია, როგორ უნდა ვთქვა. მიყოლებით ძალიან დიდი ხანი იყო ტოპ ლეველზე და კიდე ტოპ ლეველზე არის და ეგ არის ძალიან რთული, რომ 7 წლის განმავლობაში ერთ და იგივე დონე გქონდეს რა. ანუ მაგის შენარჩუნება ძალიან რთული არის. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე მევასება მავანი. ტელევიზიური რაღაცები აქვს ხოლმე, მაგრამ მევასება მაგარი იუმორი აქვს მავანს. იდე ვინ არის? მავიწყდება ხალხი რა. ზოგი იუთუბერი არის ისე რომ აი 50,000, 100,000 გამომწერი ყავს და შეიძლება და მე არ ვიცოდე. მართლა ანუ просто საიდან როგორ არ ვიცი ხოლმე ეგ მიკვირს რა. გასაკვირია ეგ ამბავი რომ მე ვიღაცა არ ვიცოდე რა მართლა ანუ მე გამიკვირდება ხოლმე მე მიკვირს ხოლმე და რა ვიცი. კიდე ვინ არიან? ლაშა
ლაშამ ეს ბლო პერიოდია როგორი განვითარებაც ნახა ლაშა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონტენტის შემომტანი უბრალოდ აი მაგასაც ოქტოპუსივით რაღაცები აკლია ხოლმე რა და ეგ უფრო იუთუბერულს ხდის თორე მაგან რო უფრო მეტად დაუშვათ უკანა ფონზე იფიქროს რაღაცა დეკორაციები შემოიტანოს გადაცემაში ან რამე ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ძალიან დიდ დეკორაციებზე მაქვს საუბარი რა აი ესეც როგორც Hungry Man-ს რო ქონდა დაუშვათ აი ეს კარები რო იღებოდა და რაღაცა ეგეთი გახსოვთ ეგეთი რამე რო ქონდეს ლაშას ლაშა უფრო ტელევიზიისკენ წავიდოდა ამასთან თლაპარაკობდით მე ლენკა და გუშინ წინდელ ვიდეოში ხო მე მგონი რომ ლაშა უფრო კარგი ტიპია რეალურ ცხოვრებაში ხოლმე ვიდრე ეკრანიდან ჩანს ან შეიძლება ჩვენ აღვიქვავთ ეგრე კარჩე ლაშა ძალიან კაი ტიპი არის კიდე ვინ არიან მე ვისაც უყურებ ისინი იმათზე საუბრობ რა ეხა რა თქმა უნდა ეხა სოსო გიგი და ლეონ რა ქვია ლეონს არ მახსოვს მაგის სახელი მეოთხე მოგზაურობის კონტენტი თვინც არის არ მიწყინოთ მახსოვს რომ ლევანი ქვია რა ლეო ონდერ არა გიგი არის on the road ვაჰ ლეოს სახელი დამავიწყდა კაროჩე ეგ ლეოც ძალიან კაი ბიჭია სოსოც ძალიან კაი ბიჭია გიგიც ძალიან კაი ბიჭია მაგრამ კაკო არის ტოპი ეხა გეტყვით რატო ნახე სოსო არის უფრო მიმოხილვას აკეთებს კონკრეტული ქვეყნების და ადგილების სადაც მიდის რაც ძალიან საინტერესო საყურებელია მაგრამ როგორც იუთუბერი თავისი პირადი შეხედულებები და რაღაცები არ ჩანს ხოლმე იმდენად რამდენადაც დაუშვათ გიგის ვიდეოში თუნდაც რა ანუ მე გიგის ტიპაჟი უფრო მომწონს ალბათ საყურებლად ვიძახი თორე ისე ორივე ძალიან მიყვარს ორივე ადამიანი ძალიან მიყვარს და ორივე მაგარი კაი ადამიანია უბრალოდ აი მაგ სამ ტოპ მოგზაურობის კონტენტში ვინც არიან პირველზე აუცილებლად კაკო იქნება როგორც იუთუბერი აი კაკო არის ალბათ აი გადაცემების შინაარსიდან იქიდან გამომდინარე შეიძლება ყველაზე კარგიც იყოს რა არ ვიცი ხა ჩემი აზრია ეგ შეიძლება მაგრამ მე ეგრე ვფიქრობ რომ კაკო როგორც აკეთებს ვიდეოს აი დასაწყისი voice over-ები როგორც ხდება ედიტის სტილი ველაფერი არის სუპერ იუთუბერული და ძალიან მომწონს ნო კიდე აი სოსოს და გიგის შორის გიგი უფრო თავის თავს წარმოაჩენს ხოლმე რა ანუ რაღაცა სასtildeო ხუმრობებს იძახის ეს ახალი რა არც ახალი მაგრამ ეს აჩიკო რო ყავს ახლა რა არჩილი ხელი რომ მოიტეხა ეგ ბიჭიც ძალიან კარგი არის მე ეგ ბიჭიც მომწონს ძალიან ბევრი იუთუბერი ყავს და თითქმის უმეტესობა კარგი არის კარგი ну რაღაცები აქვს მიღწეული ყველას როგორც მინიმუმ რა ანუ არავინ ესე პროსტა ის ვარდო საინძეს ხო ყველაზე კარგი პოდკასტები აქვს ჩემი აზრით აი ილოს პოდკასტები ეგეთი პოდკასტური არ არის როგორც ვარდო საინძის ალბათ იმიტომ რომ ილო მაინც უფრო სატელევიზიო ტიპაჟი იყო ნანკა გვარის პოდკასტებიც რავი მე ვარდო საინძის მირჩევნია რა მიჩვეული ვარ მაგრამ რომ ვფიქრდები ალბათ ილოც ძალიან კარგი მოსაუბრე არის რა ვარდო საინძე კიდე სუცდილობს რომ სტუმარია საუბროს რა და ილო იმდენად კარგი მოსაუბრე ხარი უბერავს ილო იმდენად კარგი მოსაუბრეა რომ თვითონაც ერევა საუბარში რა ანუ დიალოგს უფრო გავს ვიდრე მონოლოგს და მონოლოგი მაგვარი ანუ ის პოდკასტი აქ ვარდო საინძე რაღაც კითხვებს უსვამს ხოლმე და იმ კითხვებზე ისმენს კონკრეტულ პასუხებს იმისგან რა და მე თავისასაც აფიქსირებს მაგრამ არა იმ სიხშირით რა სიხშირითაც ილო აფიქსირებს მე გიორგის ვუთხარი რომ მეთქი აი რა პროჟეზე ვარ გახეული კაცი რა ვიცი მეთქი TikTok-ზე ის ყავს YouTube-ი დავიწყე ეხა კიდე რაღაცა ვქენი თქო ადრე მივწერე 29 ნოემბერს 2024 წლის. მაშინ მივწერე რომ მეთქი ერთხელ დამიძახე რა, კაი მოსაუბრე ვარ თქო და 1-2 თვის წინ ნახა და კიო ძმაო, გნახაო, თვის ბოლოსო ვქნაათო და დავიწყდა მე დიდი ალბათ.
არა მაქვს პრობლემა მე მაგაზე, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვარდოსანიძესთან ვისაუბრო, თან ანიმეები ისე უყვარს რომ მე ძალიან მინდა რომ ანიმეებზე ვილაპარაკოთ რა. კიდე ვინ არიან იუთუბერები? ქსენსუსა კარგია, რა თქმა უნდა. მაგრამ ბიჭო, ქსენსუსა არის მონო იუთუბერი. მონო იუთუბერებში მე მგონია რომ ანუ არც ამოგზაურ რაღაც ნიშე რო არ გაქვს რა კონტენტის და პროსტა ცალკეული ტიპი რო ხარ რომელიც იუთუბერი ხარ, ჩემი აზრით ჰიტა არის მაგაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი. ქსენსუსაც კარგია, მაგრამ მე ჰიტას ვიდეოებს ყურება მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო შემეცნებითია ხოლმე რა და ეს ფრენკებს იღებს კარგად. ფრენკების კარგად გადაღება არ არის მარტივი საქმე. არა კარგად იღებს ხოლმე. თან ემოციები სუნამდვილია მაგის ვიდეოებში და ეგეც ასწორებს. კიდე ვინ არიან? მაგრამ ხო, ნუ რა, ქსენსუსას ჰიტა მე ბევრად მირჩევნია, რავი რა, ყველას თავის შეხედულება აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ ხო. მე მავანი მევასება რა, სოლო იუთუბერებში, მონო იუთუბერებში, ზეგან სოლო არ ვთქვი, მონო ვთქვი. მონო ხო ერთია. ხო, მონო. სოლო, კაი ხო, რაცა მარტოსული იუთუბერებში, მაგრამ მევასება მე მავანი ჰიტა რაღაცა ნიშის გარეშე ვინც არიან იუთუბერები. რატიც ძალიან კარგი იუთუბერია, დაჟე რატის ისეთი რაღაცა აქვს ნაპოვნი, რაც მე არსად არ მაქვს ნანახი რა, ანუ არც ერთ სხვა იუთუბერი არ მინეხავს, ვინც დალევაზე აკეთებდა მსგავს ტიპის მთვრალი პოდკასტი უფრო გამოდიოდა ხოლმე. ანუ ეგეთი კონტენტი უიშვიათესი არ არსებობს რა იდეაში. მე იყო რაღაცა ვისკის თემაო თუ ჩაის თემაო თუ რაღაცა და ეგენი არ ითვლება რა. ის ბევრად უფრო პიანი ბაზარი ქონდა ვიღაც შხალვა რამიშვილს ქონდა ტელევიზიაში პიანი ბაზარი მე მგონი. ხო და მაქამდე რატი იყო რა და რატი იყო პირველი ვინც ექნა რა. მთვრალი ინფლუენსერები აბაზრა სახალხოდ. და ძალიან ძერს კი არის. იდეურად ძალიან მაგარია. კიდე პროსტა ეს მისტერ ბისტული გეზი რო აქვს არჩეული, მაგას ისე ძველი სტილი ჯობია მე მგონი. არა და მე რო რატის ამიღავი, მეც ვატრაკებდი ხოლმე რომ ეგეთ ვიდეო გადავიღოთ. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც ძველი სტილის ვიდეოები ჯობია. პროსტა ხალხი იმდენად ხშირად ვერ მოვა და ვერ დათვრება და მაგის გამო უწევს ეგეთი ვიდეოების გადაღებაც რა. თან მაგ ვიდეოებსაც კარგად იღებს. სამომავლო თაობაზე თუ ვისაუბრებთ, ჩერის იქით მე იუთუბერი არ ვიცი. აი პატარა ახალგაზრდა ვინმე რო იყოს, ვინც რაღაცა აი თუნდაც 20,000 გამომწერზე იყოს, ეგეთი არ ვიცი. კენსას ერთი იცი რა არ მევასება, ეს ეხლა რო ქიმერას დაუშვა. მე მგონია რომ დრამა რაღაცა. იმიტომ რომ რომელიღაცა სტორში ქსენსუსა იძახდა რომ აროჩეო ჩვენ დაპირისპირებას უკვე 9,000,000 ნახვა აქვსო. მერე ხო ვიცით, ხო მივხვდით უკვე რომ ის დადგმულია რა. მაგრამ მაგასაც ხო ის უნდა, დადგმასაც ხო ზოდნა უნდა, კარგად დგავს. საბოლოო ჯამში რომ 9,000,000 ნახვა არ გვაქვს, ესე იგი კარგად დადგა. ტეტრისი არ მომწონდა. ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა კაი იყო. აი, ეგეთი რაღაცა იშვიათია. არ მომწონდა ერთად რა. კარგ რაღაცებს იღებდნენ. მაგრამ ის კონდათ ხოლმე რა, აი ეს საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც ცოტა უფრო ბავშვური კონტენტი გამოსდიოდათ რა. ნუ ეხა იმედია ეს არავის არ ეწყინება, იმედია ყველამ თვითონ იცის. მე რაბანას ვიდეოებიც მევასება. ყურება. ზიპერას ვიდეოებზე სულ მეცინება. სულ. პროსტა ბევრს იგინება ხოლმე. კიდე ვინ აქტიურობს? თან პროსტა ზიპერამ ეს ბოლო პერიოდია ძალიან TikTok-ის რეაქციები დაიწყო და ეგ მოძველებულია ჩემი აზრით რა. მაგრამ მაინც მეცინება ხოლმე მაგის ვიდეოებზე. რაღაც სხვა ახალიც უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა ზიპერას რომ ბარბერშოპში მიყავდეს ტიპი
და იქ თმას ჭრიდნენ რაღაცა ჩელენჯების მიხედვით რა, ანუ რაღაცა 5 ჩელენჯი იყოს და ამ 5 ჩელენჯს რო გააკეთებენ, როგორც გააკეთებენ, იმის მიხედვით ჭრიდნენ თმას, ანუ დაუშვათ 5 ადგილი ავიღოთ რა. ეს თავი, ზედა ნაწილი, გვერდები, კისერი და წვერი რა. ეს 5 ყველა ჩელენჯი იყოს დაკავშირებული თითო ადგილზე რა. დაუშვათ ეხა უკრეთ თუ ძალიან სასაცილო გამოვა ჩემი აზრით. აუ რა კაი იდეა. ანუ 5 ჩელენჯი გაქვს, ერთ ჩელენჯს აიღებ და დაუშვათ გეკითხებიან ევროპის დედაქალაქები. დაუშვათ რა. ევროპის ქალაქების ქვეყნების დედაქალაქები და მაგას რო გეუბნებიან, შენ აქედან პასუხი უნდა გასცე და რამდენი პროცენტიც გექნება სწორი პასუხების, იმდენ პროცენტ თმას დაგიტოვებენ. ხვდებით? ანუ დაუშვათ თუ დაუშვათ ეს ადგილი, აი თავის ადგილი იყო, თავის ადგილი თუ არის და 8 სწორი პასუხი გქონდა 10-დან, 80% თმას დაგიტოვებენ და ეს 20%-ს გაჭრიან. აუ რა კაი იდეა ზიპერ გააკეთე რა, წმობას გაფიცებ. ტესლი იდეა. ხთან ბარბერშოპიც გაპიარდება. ეგრეა რა. ძალიან მარტივად შემიძლია ეგეთი კარგი იდეების მოფიქრება. მე მგონია რომ მაგარი იდეაა, რა ვიცი, შეიძლება ვიღაცებს გეგმოთ რომ დებილობაო. მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მარტივად ვიფიქრებ ეგეთ რაღაც იდეებს ხოლმე და ძალიან მიხარია. ხო, მაგრამ მაინც თუ საბოლოო ჯამში მივალთ იმაზე შეფასებაზე, ჩემი აზრით საუკეთესო იუთუბერი საქართველოში არის კაკო. როგორც იუთუბერი, როგორც პროექტი, აი Hungry Man-ი ყველაზე კარგი არის. როგორც გეიმერი, აკება და TMG-ს შორის უნდა გადაწყდეს ეგ. აკება სტრიმები ძალიან მევასება. მაგრამ ნიკა სტრიმებს არ აკეთებს, ნიკას აღარ აკეთებს. ან შეიძლება მე არ მხვდება. უფრო ვიდეოები მხვდება ხოლმე ეს ბოლო პერიოდია ნიკასი. ხო, კიდე ვინ რა? რა ეგ არის რა. ჩემი აზრით პროექტში გულისხმობ აი იმენა ტელევიზიური პროექტი რა. აი Hungry Man-ი მაგაში საუკეთესოა, მაგრამ როგორც უშუალოდ პროექტი, მე ვფიქრობ, რომ YouTube ლიგას დაჟე მაფია ჯობია რა. პასტოს არ ეწყინება, სირზე მკიდია თუ ეწყინა კიდე არ ეწყინება და ვიცი, მაგითო. თვითონაც ეგრე ფიქრობ შეიძლება. მაგრამ თვითონაც აკეთებს ძალიან ყველაფერი უყვარს ხოლმე და ხო, შეიძლება იმენა გავიწურე ოფლში. ძალიან რთულია ზაფხულში ვიდეოების გადაღება. გაბუნია, გუგა გაბუნია, არის გენიალური იუთუბერი, აი ვერთობი მაგ კაცზე. რაბანა, გუგა. ბექამ რო შემანგრევინა, გახსოვთ ეგ? ბექამ შემანგრევინა ტეტრისის არხზე რაღაც ვიდეოში. შემანგრევინა კედელი რატისთან. ეგ არ დამავიწყდება, ძალიან კაი იყო. ხო. Короче, ტეტრისში ყველაზე მეტად გუგა მევასება. მე ბეინდარაბანა და ბექა აქ არის. ბექა აღარ აქტიურობს. თორე ბექა ძალიან მევასება. როგორც ადამიანი 4-ვესთან ახლოს ვარ ძალიან. მაგრამ ალბათ გუგა ბენი რაბანასთან უფრო ახლოს ვარ, იმიტომ რომ ბექა არ აქტიურობს და ბექას ხშირად ვერ ვნახულობ ხოლმე. არა და მიყვარს ბექა. კაი ბიჭი არის. თან კაი ტატუები აქვს. მე მიყვარს კაი ტატუები რო აქვს ხალხს. ტატუები მინდა. ვინმე ტატუ არტისტი არ ხართ, რამე დამახატეთ. უფასოდ. პარტერი. ეხა ველოდები, ერთი ადამიანი არის, რომელსაც უნდა გამომიგზავნოს რომას ყუთი. ანუ რომას ნივთებით შეგროვებული ყუთი და ველოდები მაგას. თან მითხრა რომ თუ გინდა განახებ, შიგნით რა იდებაოდ. არ მინდა მეთქი, რაც გინდა ის ჩადეთქო და იმის მიხედვით ისქენი თქო, გამომიგზავნეთ თქო. და ველოდები მაგას, მაგ შეფუთვას ერთი სული მაქვს, როდესაც ნეტა ის მწვანე ფორმა თუ იქნება მესამე გასულითი რომას, რომელიც აქვს. ხო შევთანხმდით, რომ კაკო არის საუკეთესო იუთუბერი. მე ვარ ბოლოდან მე-4-ზე საუკეთესო იუთუბერებში. ჩემ ქვევით ვინც არიან, იმათ არ გეტყვით. ჩემ ბიჭო, იუთუბერებისგან ყველაზე მეტად რა მწყენს იცი, რომ დააგროვებენ ამ გამომწერებს და მე რო იყიდებენ რა. აი მწყენს ხოლმე და მაგიტო ვინც აღარ აქტიურობს, იმათზე გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი გამომწერი ვიყავი ყველას. ვა. და მე დაგვიკიდეს. და ეგ რა მომდე, რას მიკიდებ? შეჭემა. ნეტა ვიზებ თქვი შეჭემა. თუ გონიათ ვიზებ თქვი შეჭემა, იცით, მაშინ დაწერეთ კომენტარებში.
აუ არა ძალიან მცხელა პერიოდოზი მაქვს რა ძალიან მეყვარხარ კაკუ არის საუკეთესო იუთუბერი მორჩა ბაზარი აუ ეს სხვას დავაჭირე ეხა გავთიშე არ გამთიშე მე მგონი იმიტომ რაღაც სხვას დავაჭირე ეხა რომ დავაჭირო